საღამოშვილობისა მეგობრებო, როგორ ხართ? შემოგიერთით დაღლილი. აბა, მითხარით თქვენი შთაბეჭდილებები დღეს როგორი იყო? დღეს 20,000 ადამიანი ერთად შეიკრიბა ჯვარზე. და საბოლოო ჯამში ჩვენი ლაივი დასრულდა, ისა ლაივი რა იყო? ჩვენი შეხვედრა დასრულდა სურპრიზით. ჩვენთან მოვიდა აი ეს ცხენი, რომელმაც მოგვიკითხა, გვაკოცა, ჩემს მეუღლესთან მიცუნცულდა დაჟე ჩემი მეუღლე მანქანაში ჩაჯდა და მანქანა გამოაყო თავისი წვიდი და ესე მივიდა და ჩემს მეუღლესთან მივიდა ესე საკოცნელად. საინტერესო ცხენი იყო და საბოლოო ჯამში ჩვენ დავიშალეთ. ეხლა მოგიყვებით დღეს რა იყო ლაივებში კიდე მიჭედავენ, იმიტომ არ ვთავდი მეგობრებო ლაივს, იმიტომ რომ ესე იგი ყოველ ალბათ ესე გააგრძელებენ, როგორ ჩანს ესე გააგრძელებენ ამ ჩემს წვალებას, იმიტომ რომ ხელი ჩავიქნიო ლაივების ჩაწერაზე და მართლა ძალიან ნერვებზე მომშლელია, როცა ყოველ წამში ითიშება ეს ლაივი. ესე იგი არ ვიცი მაგთიკომი შეისყიდეს, როგორ გააკეთეს, მაგაში ვერ ვერკვევი, მაგრამ აშკარაა რომ ეს 2 დღე ლაივებს მითიშავენ პირდაპირ ლაივში დაჭერას მიხშობენ და როგორ ახერხებენ ამას ვერ ხვდები, მაგრამ არა უშავს. მეორე ის რომ ჩვენ დღეს მართალია ძალიან ციოდა, მაგრამ დღეს ვიყავით ასულის შიგნით შევედით, ესე იგი სავაჭრო დახლი ისევ იქ დგას, პირდაპირ გეტყვით რომ მე მივდივარ ამ სავაჭრო დახლთან და სანთელს ვიღებ ისე რომ არანაირ თანხას იქ არ ტოვებ, სანთელს ვიღებ და ვანთებ და ყველას ვისაც აი ხო ჩემი მსმენელი ხართ ხო? ყველას გირჩევთ რომ იგივენაირად გააკეთოთ, იმიტომ რომ ეკლესიაში ვაჭრობას მხოლოდ ამ გზით თუ ავლაგმავთ. მეორე გზა არის ასეთი, რომ შევიკრიბოთ ჩვენ ერთად, როგორც გუშინ დაანონსდა, შევიკრიბოთ ჩვენ ყველანი, ვინც ქრისტეს ანთებული მოწაფეები ხართ და არა ისე რომ მარტო რომ უყურებთ და უსმენთ. მივიდეთ საპატრიარქოს და როგორც გაგვაგზავნა აი აქ მსახურმა, ჯვარზე მსახურმა მღვდელმა და როგორც გითხრა რომ მე კაცო აქ მარტო მოვდივარო და მწირავო და მე მივდივარო, მე არავინ არ მეკითხებაო მაგის გამოტანას და არა მაქვს მაგის უფლებაო და კი, მაგრამ შეკაიგასო მე ვთქვი, თუ მე ვარ შეწუხებული მაგით და შენ წირავ და ამბიონიდან ვითომ რა ვიცი მე მლოცავ ხო და ამით არ ხარ შეწუხებული. არ ხარ მეთქი შენ შეწუხებული, მე სად შემიძლია მაგდინიო, სად მივალებაო, მონავარო პირდაპირ თავისი სიტყვებით რომ თქვა, რაღაცა სისტემის მონავარო, წადით საპატრიარქოსთან და იქ მოიკითხეთო, ეგ საკითხიო, ხო? აი სწორედაც მე გუშინ დაანონსდა რომ ჩვენ დავთქვავთ ერთ დღესაც, მივალთ საპატრიარქოსთან და მოვკითხავთ, სწორედ საპატრიარქოსზე შეწუხებულია ხალხი ეკლესიებში, რომ არის ვაჭრობა და ეს აუცილებლად და გამოვიდეს ეს დახლი, ეგ არის ერთ-ერთი გუშინდელი და დღევანდელი შეხვედრის ესე იგი ნაყოფი, რომელიც დაიგეგმა პრინციპში და დავანონსდა, ოღონდ დროს გავაცხადებთ, როდის იქნება და პირდაპირ მივალთ მე საპატრიარქოსთან და მოვითხოვთ ამ საკითხის ალაგმას, იმიტომ რომ ჩვენ წინ არაფერი გვეღობება ქრისტეს სიტყვის შესასრულებლად. ის რომ ჩვენ ქრისტეს სიტყვა გავიგოთ, რომ თქვა, არ შეიძლება ეკლესიაში ვაჭრობ და გავიგოთ, არაფერი არ გვიდგება წინ და ვერაფერი ვერ დაგვიდგება წინ, რომ თუ ქრისტიანები ვართ, მართლაც გამოვიტანოთ ეს დახლი გარეთ რა, გარეთ ვერ აშენდება დახლი, ან გაიყინებიან. და მეორე საკითხი არის ის, რომ ესე იგი გამოტენილი იყო მთელი კედლები და კედლებში ნაჭუჭრუტანებში ეს ხურდები და მჩხიბაობები და ფურცლები და ჩონჩხები და ლახვარიც კი ამოვიღეთ მეგობრებო, პატარა ლახვარი. ლახვარზე იცით რომ სასიკვდილო ჯადოებს აკეთებენ და საშინელ ჯადოებს
რა ქვია მაგას შვილიშვილო ჟადოებს აკეთებენ და ამ საკითხს არავინ არ უყურებს და არავინ არ აკონტროლებს, მაგრამ საკითხი იმისა, რომ შიგნით, ესე იგი, სავაჭრო კუთხი არის მოწყობილი თავისი გასქურით, თავისი გათბობით, თავისი, რა ვიცი, ყველაფრით. აი ამას არავინ არ კითხულობს. მეორე ის, რომ იქ შესულს, ესე იგი, მამაკაც უშლიან რომ ქუდი ეხუროს და ქალბატონს პირიქით ეუბნებიან რომ დაიხუროს წინსაფარი და თუ კი ეს ადამიანი შეეწინააღმდეგება პროტესტის ნიშანი გამოდის იმ სასულიერო პირიდან თუ იქ გამყიდველიდან და როცა შენ ეუბნები რომ კი ბატონო თუ ამას ხედავ რომ მამაკაც ქუდი ახურავს და ქალს ქუდი არ სავაჭრო ცენტრი გიდგას ხო რა სანთელი ვაჭრობა მეგობრო ნებისმიერი გაცვლა ფულის არის ვაჭრობა იქნება ეს სანთელი იქნება ეს ხატი თუ იქნება ეს ნებისმიერი რა სხვა რაღაც თუ იქნება ეს ბეჭედი თუ ბრასლეტი გესმით ამას მნიშვნელობა არ აქვს ვაჭრობა არის ვაჭრობა ხვდებით ამიტომ თუ შენ პრეტენზია გაქვს იმაზე რომ მამაკაც ქუდი არ უნდა ეხუროს და ქალს თავსაფარი უნდა ეხუროს მაშინ პრეტენზია უნდა გქონდეს იმაზეც რომ შენს ეკლესიაში კი არა ღვთის ეკლესიაში რომ შემოვდივარ და შენ სადაც წირავ იმასაც ხედავდე თუ იმას ხედავ იმასაც უნდა ხედავდე გესმის თუ ერთ ხინჯს ხედავ მეორესაც უნდა ხედავდე კიდე გავიმეორო ხო და ეს იყო ძირითადად ჩვენი გადაწყვეტილება და დასკვნა იმის რომ ჩვენ მივედით ყველა ერთ დასკვნამდე რომ ესე იგი ჩვენგან მოითხოვს ღმერთი იმას რომ ჯვრიდან დაიწყოს გაწმენდა ეკლესიების ეს არის ეკლესიებიდან ყველა ჯადოსგან გათავისუფლება დღეს იმდენი ჯადო გამოვიტანეთ მე და თეამ იმდენი ჯადო გამოვათავისუფლეთ რომ ერთი დიდი თავსაფარი გაივსო აი ნაწერებით რაღაც ძაფებით რაღაც ლახრებით ხო ვთქვი უკვე ხურდებით ეს ყველაფერი მეგობრებო ჩვენს ეკლესიაში არ უნდა იყოს კი არა და უნდა გასუფთავდეს ეკლესია აი ამგვარი ჯადოქრობებისაგან რადგან ენერგეტიკულად იქ აი დღეს საინტერესო პირი გავიცანი მართლა რომელმაც დააფიქსირა რომ ესე იგი ჯვრის მონასტრის შესასვლელში მაღლა კედლებზე ქვებზე ამოტვიფრულია ასობგერა დონი დაახლოებით წინა ფრონტიდან ჩვენ დასავლეთის კი არა და ხო დასავლეთიდან სამხრეთისკენ რო იყურები ან შესასვლელი სადაც არის ამ კედელზე მარტო დავითვალე 9 ასობგერა დონი ესე იგი მინდა გითხრათ რომ ეს ასობგერა დონი მიმანიშნებელია იმის რომ აქ არის პორტალი როგორც კი ამ ეკლესიაში შეადგავ ფეხს შედიხარ პორტალში პორტალი არ არის ის რომ გადახვალ სხვა სამყაროში და იქ რაღაც სხვა რაღაცა პლანეტებს დაინახავ არამედ პორტალი არის ენერგეტიკული ველი სადაც ესე იგი სადაც შეისმინება მსწრაფლად ყოველივე რასაც გააკეთებ და აქ იმიტომ არის ეს ეკლესია ესე იგი გავსებული გარე თუ შიდა კედლები ჩხიბაური რაღაცეებით რა და დავიჯერო ახლა იქ ადამიანი რომელიც მარტო დასაქმებულია და ხვეტავს იატაკს მარტო იატაკის ხვეტა არ არის მნიშვნელოვანი ხალხო იქ უნდა აკვირდებოდეს ის ადამიანი რომელიც იქ დგას და მსახურობს ეკლესიისთვის ვინმე სადმე რამე არ შეჩხიბოს როდისღა უნდა შეჩხიბოს ესე იგი იქ რო არ არიან დაკეტილი ეკლესია და მარტო იმას თუ აკვირდებიან ვიღაცას კაბა აცვია თუ ვიღაცას ქუდი არ ახურავს დააკვირდნენ იმას რაც მნიშვნელოვანია ხო რომ იქ ვიღაცამ ჩხიბავმა რაღაცა არ შეტენოს კედელში ამას რატო არ აკვირდებიან ვერ ხვდები რა ის ადამიანი ახლა კაბით შემოვა თუ შავრით ეგ მნიშვნელოვანი არ არის მნიშვნელოვანი ის უფრო არის შენს პორტალებში იქ სადაც ყველა ძველი ეკლესია სადაც დადგეს ჩვენმა ძველებმა არის პორტალი და იქ არის ენერგეტიკული ველი რომელშიც პირდაპირ შეისმინება და პირდაპირ გადის ეს ენერგეტიკული ველი და ატარებს შენ სიტყვას და შენ ადგები და ვიღაცას ეჩხუბები და უშიშროებას დააყენებ თავს რომ ამ ადამიანმა გააპროტესტა ის რომ აქ
დახლი დგასო ეკლესიაშიო და ვიღაცა რომ შემოდის და იმას უკვეტებს კედელში რაღაცა მჭხიბაურ რაღაცა ნებისმიერი სურვილი, ნებისმიერი ლოცვა, სულ ერთია იგი ვიღაცა შესთხოვს იმას შვილს თუ ვიღაცა თავისი ძმის რაღაცას შესთხოვს, არ მაინტერესებს. ნებისმიერ ძირითადად რუსული წარწერები ქონდა ამ იმების ლათინური, ესე იგი ესენი არის დაქირავებული მჭხიბავების გაკეთებული ლათინურ ენაზე ვინც ეს ლათინური ენა კიდე ნუ მოკლედ არ მაინტერესებს ეგენი ვინებმა რა გააკეთეს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის რომ ჩვენი ეკლესია იყოს გაწმენდილი რა და ჩვენი ეკლესია რისგან იქნება გაწმენდილი თუ ჩვენს ეკლესიის კედლებში და ჭუჭრუტანებში ყველა არის ჯადოთი გამოტენილი რა ეს მე ვერ გავიგე ესეთი რაღაცა რა და მაგას ვიძახი რომ მე როგორც რიგითი ადამიანი და არა მატრიარქი ვთქვათ ხო პატრიარქს არ ევალება ამ საკითხების გარკვევა კაცო მე რა შუაში ვარ ვთქვათ უნდა აკონტროლებდეს ნებისმიერი სასულიერო პირი ასეთ საკითხებს სასულიერო პირი დადგა ჩემს წინაშე და მე სად შემიძლია მაგდენი რომ ეხლა ეს დახლი გამოვიტანო გარეთ წადი და სისტემას შეებრძოლე მეუბნება რა პირდაპირ წადი იქ საპატრიარქოსთან და იქ უთხარი ეგ ვიყავ მეთქვი საპატრიარქოში და იქ 8 საათი დამაყენეს და ხო აბა ეხლა მე რა გიშველოა გესმის სასულიერო პირი რომელიც ვითომ ბარძიმიდან წირავს გესმის წირვას ატარებს და ქრისტეს სიტყვაზე რომ დასაცავად რომ მოვიდა ადამიანი იმას ვერ ეხმარება თქვენ წარმოგიდგენიათ მე აქ მუშავა რომ მარტო ხდები ანუ თქვენ წარმოგიდგენიათ რა მღვდლებისგან იღებთ თქვენ ზიარებას რომ მუშა ადამიანი რომელიც იმას ქრისტეს სიტყვასაც ვერ იცავს იმან რა ქრისტეს სისხლი და ხორცი უნდა გაჭამოთ და გაზიაროთ გამაგებინეთ რა ხალხო იმას ვერ იზიარებს ქრისტემ რაც თქვა იმას ვერ იცავს ისევ იმ ეკლესიაში დგას და წირავს იუდეური წესით და კიდე ვინც გულანთებული მივიდა 5 კაცი ვიდექით იქ ხო ამ სიტყვებით ისწუმრებს რომ მე ვერაფერს ვერ დაგეხმარებით მე არ შემიძლია მე უსუსური ვარ მონა ვარ მეტყვიან ამას ვაკეთებ არ მეტყვიან არ ვაკეთებ გესმის ხო და აი ეს არის დიდი ნაბიჯი იმისა რომ ჩვენ გამოგვეკვეთა დავალება რა უნდა გავაკეთოთ აწი ეხლა მე ვსაუბრობ გულანთებულ ქრისტიანებზე და ვინც ნახევარფეხა ქრისტიანია და ნახევარქათამა ქრისტიანია და ვისაც გონია რომ ეს ეკლესიაში სანთლების გაყვიდა ნორმალურია და კარგია და ეს არ ითვლება გაყიდვა და ეგ მაგაზებს არ ვესაუბრებ მე ვესაუბრები გულანთებულ ქრისტიანებს ახლა რომ ყველანი ერთად ვიკრიბებით ნებისმიერ ეკლესიაში სადაც არ უნდა მივიდეთ ყველა მღვდელი მონა როგორც ან საპატრიარქოსი და აი ეს მღვდლები უნდა ვიხსნათ მონობისგან რა იმიტომ რომ ამ კაცის სიტყვით აი ამ მღვდლის სიტყვით მღვდელი არის თუ ვინც იყო მუშას სიტყვით მონას სიტყვით ჩვენ გავიგეთ რომ ყველა მღვდელი მონაა ყველა ის ვინც წირავს ეკლესიებში ნებისმიერთან ვისთანაც არ უნდა მივიდეთ ისინი არიან მონების საპატრიარქოსი ხო და სადაც უნდა მივიდეთ საპატრიარქოს სადაც არის კარგად ვიცით ყველამ რა ვინც არ ვიცით გეტყვით სანაპირო მტკვართან იქ აი ეხლა სანამ კიდე 5000 ადამიანი წყალში ჩახდება მანქანით ხო აი იქ ახლომახლოში გაისეინეთ მტკვრის სანაპიროზე და იქვე ნახავთ საპატრიარქოა შანგრილა რო არის იმის გვერდზეა საპატრიარქო ხო და რო დავაანონსებ და რომ მივალთ იქ იმისათვის რომ მოვითხოვოთ ეს რომ გამოვიდნენ ყველა ეკლესიიდან უნდა გამოვიდეს განსაკუთრებით ჯვრიდან უნდა გამოვიდეს ჩვენი რა ქვია ჩვენი კი არა და ჯვრიდან უნდა გამოვიდეს სავაჭრო დახლი და იმას გამოყვეს ის ქალბატონი რომელიც პირდაპირ უშიშროებას აყენებს თავზე იმ ადამიანს რომელიც ქრისტეს სიტყვას იცავს აი ესეთი იუდეური აქციები და ესეთი იუდეური მატრაბაზობები უნდა აღიფრას ამოიფრას ჩვენი კი არა და ეკლესიებიდან ეკლესია ჩვენი არ არის, არც მღვდლების არ არის და არც იმ ქალის არის იქროზის ხვდები და ამიტომ ვამბობ, რომ ეკლესია არის ღვთისა და ღმერთის ღვთის მამის ქრისტეს მამის ეკლესიებიდან ასეთი რაღაცები უნდა გამოვიდეს. ქრისტეს სიტყვას ბოლოს და ბოლოს 2000 წელი გავიდა პატივი უნდა ვცეთ.
ბოლოს რა გვეყო ეხლა ამდენი ხანი 2024 წელი გავიდა 2025 წელი გავიდა გვეყო მართლა გვეყო რა ეს სიყრუე და სიბეცე გავიგოთ საბოლოოდ ეს სიტყვა ღვთისა თქვა ქრისტემ შეუსრულოთ რა გვიდგას წინ არაფერი არ გვიდგას წინ არ არის ეს რაღაცა შეუსრულებელი საქმე და ისეთი ძნელი საქმე რომ დახლი ვერ ავიღოთ და გარეთ ვერ გამოვიტანოთ რა და თუ ეს ძნელი იქნება რომ დახლი ავიღოთ და გარეთ გამოვიტანოთ და ჩვენ უშიშროებამ ციხეში ჩაგვსვას ამისათვის ხო ესე იგი ძალიან დიდ სისტემასთან გველეშაპთან ჩვენ საქმე რომელსაც დაპყრობილი აქვს ჩვენი ეკლესია და ეხა ქრისტეს მამის ეკლესია და ეხა თუ ისე მე დამაბრალებთ თამარის ბრალიაო ამან წამოიწყო ხო მაგარი სასაცილოები იქნებით მართლა ხო და ასე რომ ჩემო კარგებო ღმერთმა გითხრათ თქვენ საქმე რაც არის გასაკეთებელი და გვიყურებს და თვალყურს გვატევნებს ღმერთი რა ვისთანაც სიტყვა მიდის და ის ისე გაშეშებული ზის და არაფერს არ აკეთებს იმისათვის რომ აი ეს ქრისტეს სიტყვა დაიცვას სრული არსით ხო სრული ფიზიკური ასტრალური მენტალური სხეული და ეთერული იქნება თუ ეს რა სივრცე იქნება სრული არსით დაიცვას ქრისტეს სიტყვა თუ ამას ვერ ახერხებს ხო ესე იგი ღვთისკაცი არ არის და რა რჩეულობაზე არის საუბარი ხო რაც არ უნდა მატრიცაში რჩეულობა გეწეროს ჩამოგერთმევა და ვсё ამიტომ ხვალ კიდევ 12 საათიდან 6 საათამდე ვიქნებით მამინდებმა არ შეგვიშალა ხელი და არ შეგვაშინა და ის ხალხი ვინც ამოსული იყო არ შეაშინა იმ ხალხს სიცივემ თოვლმა ჭყაპმა უფულობამ არ შეაშინა იმიტომ რომ ისინი არიან არსით ქრისტეს ხალხი და ჩვენ ვართ არსით ქრისტეს ხალხი ვისაც არ გვაშინებს ესე იგი ურჩხულის რქები ურჩხულის ცეცხლი ვისაც არ გვაშინებს ესე იგი სიცივე შიმშილი უფულობა დროის უქონლობა და ასე შემდეგ და ვინც ჭეშმარიტად აბსოლუტურად თავისუფლებით სისტემებიდან და მივდივართ ქრისტეს სიტყვაზე რა. ხა ვისაც გონია რომ ეს არ არის ქრისტეს სიტყვა და სახში უნდა იჯდეს თბილად და იმან იქ რაღაც ააკეთოს ხელოვნება და იმან იქ სამუშაო აკეთოს და იმან ისე აკეთოს და ისე აკეთოს 3 დღე მოგცათ ღმერთმა აი მართლა 3 დღე მოგცა და გითხრა აი ამ 3 დღეში გამოჩნდება ვინ არის ჩემიანი და 3 დღის განმავლობაში ხო სხვადასხვა ადამიანები მოვლენ და წავლენ მაგრამ 3 დღის განმავლობაში გამოჩნდება დაჟე პოლიციამაც კი აგასწროთ იქ ხვდები ხალხი ჩამოვიდა კახეთიდან ხალხი ჩამოვიდა ესე იგი სხვადასხვა რაიონებიდან და თბილისიდან ხალხი ვერ მოვიდა მაგრამ აი აქ ჩანს ზუსტად მე მიხარია რომ ერთზე მეტი ადამიანი მაინც გამოჩნდა იმიტომ რომ ქრისტე ამბობს ბოლო ჟამს რომ მოვალ ერთ ადამიანს მაინც უიპოვი მორწმუნესო მარტო იმისთვის გადავარჩენ დედამიწასო და აჰა ერთზე მეტი ვიყავით იქ მეგობრებო ამიტომ ჩვენ გამარჯვებულები ვართ ჩვენ ვართ ქრისტესთან და ერთ ადამიანზე მეტი მაინც ყავს გვერდით ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ არ არის მასებზე საუბარი მეგობრებო ქრისტე მასებით არ მოძრაობდა ქრისტე მოძრაობდა სიტყვის ძალით ხო და ჩვენც ასე ვაკეთებთ ზუსტად ასე რომ ვიღაცას თუ იმედი გაუცრუვდა რომ იქ ბევრი ხალხი არ იყო მე მინდა გითხრათ რომ ძალიან დიდი იმედით აღვივსე ის საუბრები რაც მოხდა იქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რაც გავაჟღერეთ გაჟღერდა რაც მოგცა ხა ხედავთ ლაიფის საშუალებას მაძლევენ ახლა იქ მაღლა არ მაძლებდნენ ლაიფის საშუალებას და გუშინ მაღლა მარტო ჯვრიდან კი არ მქონდა გაჭედვა დაბლაც რო ვიყავი თბილისშიც რო ვიყავი მაშინაც მიჭედავდნენ იმიტომ რომ გული უსკდებოდათ იქ რაღაცა მასობრივად ხალხი არ მოვიდეს და რამე არ იკისროსო რა და ეხლა მიხვდნენ რომ რაღაც საშიშისკენ არ არის ეს მოძრაობა იმიტომ რომ ქრისტე არასდროს არ არის საშიში მეგობრებო და ქრისტე מחვილით არ იბრძვის ქრისტე იბრძვის ხმით სიტყვით ხო და ეს რომ დააფიქსირეს
აღარ მითიშავენ, ხო ხედავთ, აღარ გათიშულა, ეხლა რამდენი ხანია ეს ლაივი, ამდენი ხანი ვლაპარაკობ. ხო და ამიტომ ჩვენ ვართ ძალიან მშვიდები რა. როდესაც მე ჩემი მარტო ყოფნით გამოვხატავ ჩემი აგრესიით და ყვირილით რაღაცა სათქმეს, ეს არის ხოლმე აუცილებელი და საჭირო. მაგრამ როდესაც ქრისტეს სახელით იკრიბება ხალხი, იქ აგრესიას და ხმალს და ხანჯალს და ბომბს და ტყვიას და თოფს არანაირი არც აგრესიას მეგობრებო, ხო? არა აქვს იქ ადგილი რა. ამიტომ ყველა ადამიანი ვინც ვიკრიბებით სიყვარულით და სიყვარულით ავიღებთ ციხესიმაგრეებს. აი დარწმუნებული იყავით მაგაში ზუსტად გეუბნებით, რომ სიყვარულით ავიღებთ ციხესიმაგრეებს. მათ შორის სამართლიანობას დავამყარებთ ეკლესიებში. იმას, რასაც ქრისტე გვეუბნებოდა და რაც ქრისტემ გითხრა, ერთხელ და სამუდამოდ დავიცავთ ჩვენი ძალებით. ასე რომ ცხენმაც კი მოგვილოცა დღეს ეს გამარჯვება, ჩვენ გამარჯვებულები ვართ მეგობრებო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა ახლა ჯვარზე ამ ორ დღეში. მიუხედავად იმისა, რომ სხვა შეიძლება მოიჩვენოს, რომ ეს რა არისო, ზუსტად გაიხსენეთ იგავი, როგორ გაასწრებს კურდღელს. ხო, მოკლედ ერთი სიტყვით, მეგობრებო, ახლა დაგემშვიდობებით, მე დაღლილი ვარ, იმიტომ რომ საკმაოდ თქვენ იცით რომ ხელა შრომატევას ტევადია. მრავალ ადამიანთან საუბარი, განსაკუთრებით სამშვილთან ურთიერთობა, სამი შვილი მართალია იქ არ იყო, დედაჩემს დაუდავე, მაგრამ მაინც თავისებურ ენერგიას მოითხოვს და თავისებურ მოვლას მოითხოვს, ხო და დროსაც და ასე რომ არავინ არ მითხრათ ახლა რომ მე სამი შვილის გამო ვერ მოვედიო და ისაო რა ქვია, ჩემთან კი არ გაიმართლეთ, ქრისტესთან გაიმართლეთ, ქრისტესთან. ახლა მე მაგალითად ხო ვერ ვეტყოდი ქრისტეს, რომ იცი რა ქრისტე, ახლა მე ვერ ამოვალ რა შენ დავალებას ვერ შევასრულებ, იმიტომ რომ რა იცი, შვილები უყავს იქ რაღაცა, იქ ის თავი მტკივა, იქ ის მტკივა, იქ ის იმდენი საქმე მაქვს მოსაგვარებელი, იქ ის რაღაცა ამას ხო ვერ დაუწყებდი არა ქრისტეს, ხო და ავდექი და წავედი და იქ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ხვალ აღარ მინდოდა მე გასვლა, რაღაცა მაინც ახლა გული მიგზნობს, რომ უნდა ავიდე რა და თან მით უმეტეს მოითხოვს ქრისტეს ჩვენგან და მე უსრულებ ამას და თქვენ როგორც გინდათ ისე მოიქცეთ.